დაკავებული ხომ არ ხარ? რაღაცის თქმა მინდა შენთვის. რატომღაც შენაგანი ხმა მეუბნება, რომ რაღაც არასასიამოვნოს გავიგებ. ისმენ, რა მოხდა? მეც ვცდილობ ამას გავუმკლავდე, მაგრამ ვერ შევძლებ. ვერ შეძლებ ისე რომ არ გითხრა. სინა, ნუ წელავ ისე და სარეული ვარ. ურალ. ებრუ. ორსულად არის ებრუ. ბავშვის მამა მე ვარ. ბიძია გავხდები, ძმისშვილი მეყოლება, მხოლოდ ეს გაგვაღებდა, მხოლოდ ეს აკლდა ჩემს ცხოვრებას და ის შენის ყოლობით გამოჩნდა. ურალ, მომისმინე, რას მოусმინო სინა, რას მოусმინო. ხუთი კაპიკიც ვერ გამოიმუშავე და ესეთ მდგომარეობაში ებრუც და ორსულე, კიდევ რას ამიხსნე. მიდი გისმენ, ერთს ვიშორებთ, მეორე ჩნდება. იდიოტო. კარგი, მართალი ხარ, მე გავბრაზდი. მაგრამ გუშინ თავის მოკლა უნდოდა, წამლები დალია. კინაღა მოკვდა ურალ. მოიცადე, დასასრული არ მეთრა, გამოიცნო. ბოლო მომენტში მიხვედი და გადაარჩინე, არა? ჩემო სულელო ძმაო. ვერ მიხვდი რომ თამაში იყო, არა? ეს არის ქალების ტიპი, რომლებიც ცდილობენ კაცის შენარჩუნებას. კარგი, არ ნერვიულო. მასზე დაქორწინებას არ ვაპირებ, მაგრამ ფიქრობ, რომ ჩვენთან უნდა იცხოვროს. სიტუაცია კონტროლის ქვეშ იქნება. როგორ მომიქცე? მიდი შეიცოდე ეშმაკი. ნუ შეიცოდე, მე შენ იქნები შესაძლოა ისი? მომისმინე, აი აქ წერ შენი დასასრული ასეთი იქნება. იმ ქალის დანახვა არ მინდა ამ სახლში. მეც გეუბნები, რომ მარტო ვერ დავტოვებ ასეთ მდგომარეობაში. რატომ არ გინდა გაიგო? ეს ჩემი სახლიც არის. სინა, რაც გინდა ის გააკეთე, შენ და შენი ქალები მომბეზრდით უკვე. თავარია ფეხებში არ მომებლანდოთ და არ დამენახოთ. დილამშვიდობის კენან, როგორ ხარ? ძმაო, ასე საჩქარო. ოსტატი მოგიყვება, იქ რაღაც საქმეა ქალბატონი ნასის გაუჩინარების შესახებ. ოსტატი გეტყვის, უნდა მოვაგვარო. იქ მივდივარ. აზიზე მერე მომიყვება. ჯერ შენ მომიყევი. შეიძლება რაღაცა ვიდეო ჩანაწერები იყოს, მათ საპონელად მივდივარ. ჩემთან წამოდი, გარეთ ვილაპარაკოთ. შვილო. ორი დღე რაღაც უცნაური ხარ. ვიფიქრე არ ვკითხავ და არ გავაბრაზებ მეთქი. არაფერია დედა. კენანს ეხება, აქ ერთმანეთს რომ ეხუტებოდით. როგორც ჩანს, სულ მithვალთვალე. დამალვას ხომ არც აპირებდი. დედა, მაშინ ყველაფერში აზრს ნუ ეძებ. გავიგე, შვილო, გავიგე. მაგრამ გთხოვ, ურალს ნუ უბიძგებ ჩვენკენ. ისედაც ეძებენ მიზეს იმისთვის, რომ თავს დაგვესხნენ. გთხოვ, შვილო. არ ინერვიულო. ღმერთმა ისევ შეგახვედროთ სინან. ირმა კი გააცილეთ, ხომ? ჩვენ ახლა მოვედით. ძალიან გაგიჭირდა ალბათ. ასეა. ცხოვრებაში პირველად წავიდა ასე შორს. მაგრამ მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ. რამე მოხდა? ებრუ. ახლა ყველა საქმეს მიატოვებ. სახლში წახვალ და ბარგს ჩაალაგებ. რისთვის? თუ გინდა რომ იზმირში გამაგზავნო, ახლა გეუბნები რომ იქ არ დავბრუნდები. ებრუ, გაჩვენდი და მისმინე. რამდენიმე ხანი ჩვენთან სასახლეში იცხოვრებ. ამ დროში კი მე აზრზე მოვალ. ვიცოდი რომ არ მიმატოვებდი. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ რამე პირობას გაძლევან რამე იმედს უფრო მეტისთვის. უბრალოდ იმიტომ რომ შენს ფსიქიკაზე და ჯანმრთელობაზე ფიქრობ. ისედაც ყველაფერი ერთად დაგვეცა თავზე. არ მინდა რომ ამით დაგგვირთო. რა თქმა უნდა, მესმის. რამოდენიმე ხანი გავჩერდეთ და ვიფიქროთ რა გავაკეთოთ. მერე გადაწყვეტილება მივიღოთ. კარგი? შვილო კენან. იმედი ღარების საჭმელია. კაფესი გავგზავნე ვიდეო საპონელად, იქნებ რამე გამოჩნდეს. სწორად მოგიფიქრებია ძმაო, სწორად მოგცეულ ხარ. იქნებ ღმერთმა ამისთვის გამოაგზავნა ის კაცი ჩვენთან. ისმენ კაფეს, კარგ ამბავს ველოდები. კონე რაღაც ვიპოვე ოსტატო. რამდენიმე საათში თქვენს ხელში იქნება. ვიფიქრე რომ ახლავე უნდა მეთქვა.
კარგი. ხედავთ ყველა არ მქონდა იმედი. აბეს ეს საქმე შეასრულე და რაც გინდა ის მთხოვე. როგორც იტყვი ოსტატო. მიდი. იმედი უნდა ვიქონიოთ. ყოველთვის 500,000 ლირა მოამზადე. გეტყვი სად უნდა მოიტანო. ძმაო მისმენე, იმ კონვერტს მაშინ მისცემ, როცა ძმა აზიზის გვერდით ვიქნები, კარგი? თქო არ დაგავიწყდეს. თუ რამეა ფული გადაუხადე და მეზობელი დაცვის კომპანიისგან იყიდე, კარგი? კარგი, გავიგე, გამეორება საჭირო არ არის. ძმაო მისმენე, სწორად უნდა გავითამაშოთ თორემ აზიზი უფრო ცუდად იქნება. ძმაო გავიგე რაშიც არის საქმე, მენდე და დანარჩენზე არ იფიქრო. მიდი გზაში ვარ, ნახევარსაათში თქვენთან ვიქნები. არ ინერვიულო. კარგი ძმაო, გელოდები. მიხარია რომ კარგად ხარ. შემატყობინე რაც იქნება, ყველაფერი. შევთანხმდით? როსნე ირმა, კარგად. ძმაო, დერეფანში რომ გავდიოდი, რაღაც მოვისმინე, შემთხვევით. რა გაიგე? ვინ ვის ელაპარაკებოდა? კენანი ელაპარაკებოდა ვიღაცას, იმიტომ კი არა რომ რამე გავიგე. უბრალოდ რაღაც კომპანიაზე და დაცვის სისტემაზე მომისმა. ვიფიქრე რომ უნდა მომეყოლა. დეიდა. კარგად ხარ? სკამი. დაჯექი დეიდა, რა მოხდა? კარგად ვარ. არაფერია. რას ნიშნავს არაფერია? ფერი გაქვს დაკარგული. ყველაფერი კარგად არის მეთქი. სასწრაფოში ხომ არ დავრეკავ? არ მინდა სასწრაფო, ვიცი რაც მიჭირს. დეიდა, რა მოხდა? ნუ მაშინებ. პანიკაში ნუ ვარდებით ეგრევე. შექარმა ამიწია. ის ბოლო ორი ტკბილი ბურთულა არ უნდა მეჭამა. წყალი მომაწოდე. დეიდა, ყოველდღე ვიღლები იმის თქმით, რომ ყურადღება მიექცია მეთქი რა სჭამ. ტკბილეულის ჭამა როდის მოასწარი? ითვლი რა სჭამ მელეკ. გამომართვი. მისმინე, სახლში წავიდეთ და ისვენებ, მთელი დღე ფეხზე ხარ. არაფერი არ მოხდება. ჯერ დავამთავროთ და მერე წავიდეთ. დეიდა, ერთხელ მაინც დაუჯერე ჩემს ნათქვამს. მიდი, სახლში მიდიხართ. ისედაც არაფერი არ დარჩა თითქმის. დავამთავრებ და წამოვალ. ტაქსი გამოიძახე. სიარული შეგიძლია? დეიდა. შენია ეს ყელი.
Слово დამშვიდდი. ბატონო აზიზ, რა მოხდა? ურალი სად არის? ბატონი ურალი გავიდა. გვასად მიდიოდა. არაფერი არ უთქვამს, მხოლოდ ის თქვა, რომ დასასვენებლად მიდის. დასასვენებლად? ხო, ხედავ დავკარგეთ. მიდი. ვურალა აქ რას აკეთებ? არაფერს. უბრალოდ შენ სანახავად მოვედი. როგორ ხარ დეიდა? Uzandım yazıcık. Daha iyi. ცოტა ხანი დავწექი, ახლა უკეთესად ვარ. Meloş. მელოშ, Yemekte ne var? საჭმელი რა არის? ძალიან მომშივდა. დეიდა, საერთოდ არ შეგიძლია ცოტა რომ ჭამო. შენთვის არის შემწვარი პური ბოსტნეულით. Tövbe bismillah. ღმერთო მაპატიე, ავადმყოფი ვარ ბოსტნეული რომ ჭამო მშიერ კუჭზე. ახლა პიცა რომ იყოს, გვერდით ფლავი. კიდევ კარტოფილსაც თუ შეწვა. ძალიან მომინდა. მოამზადე მელოში. Canım çok çekti. მიდი მოამზადე მელოში. რა თქმა უნდა ძირფასო. და კიდევ ნამცხვარიც დააყოლე. შემგონი გაგიჟდით, დღეს ცოტა შეჭამ, მელოში მართალია. მელოში სუფრას გაშლი? ჰაზალმა კიდევ არ დაამთავრა? ვახშამზეც არ იქნება? მართალი ხარ, რომელი საათია უკვე? ზარი გადის, მაგრამ არ იღებს. აზალ, ხო, მაპატიე, არ გამიბრაზდე. არ გამიბრაზდე სიყვარულო კარგი? იძულებული ვიყავი ეს გამეკეთებინა. იმ პრობლემური ქენანის და მამაშენის გამო, თორემ ასე როგორ მოგიქცეოდი, უკან როგორ დაგაგდებდი შეკრულს. მაპატიე, გთხოვ. თუმცა როგორც ნასი, ისე არ დამეჯერე შენს. საერთოდ არ მეჯერებდი. დამჯერი რომ ყოფილიყავი, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. და კიდე ის ვიდეო ჩანაწერი ჰქონდა და მაშანტაჟებდი. მერე კი უსირცხვილოდ ყველა საჩვენე, რა უნდა მეკრა? გვერდზე უნდა გავსულიყავი? მითხარი. ქალბატონო ებრო, რას აკეთებთ? არაფერს ძვირფასო, უბრალოდ დასაცმას ვალაგებ. ასე როგორ შეიძლება, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ პირველ თვეებზე. არა ძვირფასო, არაფერი არ იქნება. ებრო. თავს უნდა გაურთხილდე. რა თქმა უნდა, მართალი ხარ სინან. ზოგჯერ მავიწყდება ორსულად რომ ვარ. სინან. ვერ ვიჯერებ რომ აქ ვარ, შენს გვერდით. ძალიან ნოშეეჩვევი, ებრო. ხომ გითხარი რომ მეტის იმედი არ ქონდეს მეთქი? აქ მხოლოდ დროებით ხარ. ნუ გავიწყდება. მხოლოდ დროებით. კარგი ძვირფასო, ნუ მიბრაზდები. ვურალს უთხარი? ანუ როცა გაიგო რომ აქ ვიცხოვრებ დროებით, რა თქვა? ძალიან გაბრაზდა? კი, გაბრაზდა. სულ იმას იმეორებდა, რომ არასწორად ვირჩევ ქალებს და არასწორ გადაწყვეტილებას ვიღებ. მართალიც არის. ასე არ არის? კარგი, ეს მთავარი საკითხი არ არის. მადლობა ღმერთს, რომ ვურალის სახში არ იქნება რამდენიმე დღე. შვებულებაში გავიდა. მისი ქცევები სატან არ მომიწევს. შესანიშნავი ამბავია. მარტო ვიქნებით. ებრო. კარგი, ჩუმად ვარ. დამახმარები?
მობრძანდით. რა მოხდა, რა გჭირთ? რაღა აღარ მოხდა მელეკ. კენან. თუ ხაზალს დაემართა რამე? ხაზალი? ხაზალი სახში არ არის? არა. ჩვენ ადრე წამოვედით, მას უნდა დაეკეტა რესტორანი. ვურეკავ, მაგრამ ტელეფონზე არ პასუხობს. სერიალს არ მოგიდგენთ აჯარაბეთკომი. ახმოვანებულია აჯარანეთკომის მიერ. აზალ კაფეს. კენან. ეს ურალის გაკეთებულია, გაიქეცი. აზიზ, რას ამბობ? როგორ თუ მოკლა, თავისი ხელებით დაახრჩო? რას ისასტიკაში ვცხოვრობთ? თუ იმ ურალ დემიროღლომ ჩემი შვილი გაიტაცა, მას სიკვდილზე უარესი რაღა ელოდება. ჩემ შვილს ვიპოვი და ჩემს დაზე პასუხს ვაგებინებ. ჯერ ჩემ შვილს ვიპოვი. ვერ ვიჯერებ. ჩემი შვილი ამდენი ხანი მკვლელთან ცხოვრობდა. აზალს რომ არ დაეძალებინა მისთვის განქორწინება, ის მოუვიდო და რაც ჩემს დას შეემთხვა. ამაზე ფიქრიც არ მინდა. ისმენ კენან. რას ამბობ შვილო? როგორ არის? შენი აზრით რას აკეთებ? ახლავე უკან წამიყვან. სანამ პრობლემები შეგექმნება, გამიშვი და წავალ, ან უკან წამიყვანე. ისე ყვირილს თუ დაიწყე, პირს დაგიკეტა ხაზალ. რა დაგიშავე, მითხარი. არა ნორმალურივით ნუ მიყურებ. მამა შენი დეიდის ზებნა რომ არ დაეწყო, წარსულში რომ დაეტოვებინა, არაფერი არ მოხდებოდა. მან კი ისევ ზებნა დაუწყო იმ ღამის ჩანაწერების მერე. ესე იგი მამა ჩემია დამნაშავე. რას იზამდი ირმაკისთვის რომ დაეშავებინათ ის, რაც შენ დაუშავე ნასის. დაჯდებოდი და ყურებას დაუწყებდი იმას, რაც ხდება. არ მოძებნიდი იმათ, ვინც ეს გააკეთა. მისმინე გაჩვენდი, ირმაკი იგივე არ არის. იგივეა. ნასი მამა ჩემისთვის იმას ნიშნავს, რაც შენთვის ირმაკი. შენ მშვიდად აღჭობდი შენსოლს მამა ჩემის დას ვურალ. საიდან გაქვს იმის ზალო, რომ სხვას ასე ადვილად ცხოვრება წაართვა? ვინ ხარ? თავი ვინ გონია, ვინ ხარ? გაჩვენდი, ნუ ლაპარაკობ. ჩემი ნებით არ გამიკეთებია ეს. არ გესმის. მეც მინდოდა გამეშვა, მინდოდა რომ წასულიყო, მაგრამ ჩემს ხელებს ვერ მართავდი. ჩემი ხელები თვითონ აღჭობდნენ. ჩემი შინაგანი ხმა აჩერებდა მათ, მაგრამ ჩემს ხელებს ვერ ვუბრძანე. ურალ, სათხარ, ურალ გამოდი, სათხარ. კენა რა გაყვირებს, სად არის შენი ნაძირალაძმა? არ არის თქვა რომ დასასვენებლად წავიდა. ისმინე თუ რამეს მიმალავ, შენ ციხეში ჩაგვრამ იმ ნაძირალ ამკვლელთან ერთად. რა მკვლელი, რას ამბობ?
იმ ნაძირალას მხოლოდ ქალებისთვის ყოფნის დალა. ასე არა, თითქოს ნასის კვლელობა არ ყოფნიდა, ჰაზალი გაიტაცა. ვურალმა ნასი მოკლა? კენან რას სისულელეს ამბობს, საიდან მოგაქვს ასეთი რაღაცეები? დანაშაულის ვიდეო ჩანაწერი ხელზე მაქვს. მიხვდა რომ დავიჭირეთ და ცდილობს თავი დაიზღვიოს. მისმინე სინან, ეს საქმე ხუმრობა არ არის, გესმის ჩემი? აზალს, რამე რომ დაემართოს, ქვაზე არ დავტოვებ. ის ნაძირალა თუ დაურეკავს, მაშინო შემატყობინე, კარგი? თორემ ორივე ჩავპები ციხეში, გაიგე? გასაგებია? გავიგე. ახლა კარგად დაფიქრდი, სად შეეძლო მისი წაყვანა. მე საიდან ვიცი, რა ვიცი, ვურალის ვერაფერს გაიგებ. კაფეს აქ დარჩი, თვალი არ მოაშორო, გაიგე? კარგი, ეს ჩემზეა. ისმინე, შეცდომის დაშვება არ გაბედო. უპასუხე, არაფერი არ შეიმჩნიო. ისმენ, სინან გაიღვიძა, ისმინე. რა მოხდა ძმა მომდილა უთენია? გაჩვენდი კითხვას ნუ მისვამ. ახლავე მანქანა გამოუშვი ჩემთან. რისთვის? აი ვალექსი მე მგზავრები, ნავი მჭირდება, გაიგე? არაფერი არ მკითხო, სანდო მანქანა უნდა იყოს და სუფთა ტელეფონი მიშოვე. სუფთა ტელეფონი. კარგი, გასაგებია, გავიგე. ეს რა პანიკაა, რამე შეგემთვა? ნუ მეკითხები, ეს ხუმრობა არ არის, სიცოცხლის და სიკვდილის საკითხია. ძმაო, სათხარ? მარტო? თუ ვინმე არის შენთან ერთად? ეს რა კითხვებია? მისმინე, გვერდით ვიღაც არის და გაიძულებენ რომ კითხვა? ჭკუიდან შეიშალე, ძმაო, ასე ადრე ვინ უნდა იყოს? საწოლში ვწევა. ხო, უფრო მეტად ნუმანერვიულებ. კარგი, გავიგე. ძმაო, მითხარი, სათხარ, მოვალ და ერთად მოვაგვაროთ, რაც არ უნდა იყოს? სინან, საერთოდ არ მინდოდა ასე რომ მომხდარიყო. ბიჭო, ჩემი ცხოვრება თითებს შორის მიედინება, ძალიან მეშინია, სინან. მარტო დარჩენა არ მინდა. ძალიან მეშინია. ხო, ასე ნუ ამბობ, დამშვიდდი ცოტა. მითხარი, სათხარ და მოვალ. ერთად წავიდეთ იქ, სადაც საჭირო აქვს. ხო, ასეთ მდგომარეობაში ნუ დაჯდები საჭესთან. ქალბატონო ჰაზალ, რა მოხდა? ჩემი გამოუვალი მდგომარეობის დანახვა მოგეწონა რა? მიდი მითხარი. სისულელეს ნუ ამბობ, გაჩუმდი ვურალ. გაიგე უკვე რომ ვერაფერს ვერ შეცვლი იმით რომ მე მომიტაცე. გამიშვი წავალ. შენ კი რაც გინდა ის გააკეთე. შეხედე, ქალბატონი ჰაზალი ცხოვრებას მასწავლის. შენთვის არ ყოფნის ჭკუა და უსინდისოდ მე მასწავლე არა კიდე? შენი ავადმყოფური საქციელები უკვე ნანახი გვაქვს, შეშლილა. გაჩუმდი, ნუ ლაპარაკობ. ბოლოს და ბოლოს ყველა ნახავს, რას იზამს ეს შეშლილი. ჩვენი გაცნობის პირველი დღიდან ცდილობდი რომ არ ყვარებოდი, მაგრამ შენ, კოშკის გოგონა, ჩემს გაცნობას კი არ ცდილობდი. არა. ძალიან მალე ისეთ რაღაცას ვიზავ. ნახავ როგორ ცდებოდი ჩემთან მიმართებაში. ფულს თუ მოამზადებ, ეს საქმე დასრულდება ვურალ დემიროღლო. გეყოფა, გინხარ, გეყოფა. წადით ყველას გაგანადგურებთ. ამ მისამართზე მოდი. ვინ რეგავს მაო? ალო
ისმენთ. ბატონო აზიზ, დილა მშვიდობისა. ბატონო ოფიცერო, არის რამე ახალი. იმ ნომრიდან იყო ზარი, რომელიც თქვენი შვილის გატაცებას უკავშირდება. ადგილი მდებარეობა გაარკვიეთ? კი, ახლა ვიპოვეთ მისამართი, სიგნალის მეშვეობით. მალე გავდივართ. იმის თქმა მინდოდა. კარგი მშვენიერია. ჩვენც გამოვდივართ. ძალიან კარგი. აზიზ, შულს იპოვიან? კი, მალე, ადგილ მდებარეობას იპოვნიან. კარგია, ქენანმა პოლიციას რომ შეეტყობინა ურალმა ჰაზალი რომ გაიტაცა. კარგი, მაგრამ როგორ იპოვეს? ურალის ტელეფონის სიგნალის მეშვეობით. ძალიან კარგი ამბავია. კაფეს მოთქვა რომ ურალმა სინას დაურეკა, ალბათ ამ ზარის მეშვეობით იპოვეს. მიდი, წავიდეთ ძმაო. მეც წამოვა. არა, ეს საერთოდ არ თქვა, აქ დაგველოდე. ჩვენ გაგაგებინებთ ყველაფერს, კარგი? აზიზ, დამპირდი რომ ჩვენ შულს ხელუხლებელს მოიყვან. კარგი. ჩემო მელეკ სიტყვას გაძლევ რომ ჩემს შვილს მოვიყვან. კენან, მისმინე. ვურალი არ გააბრაზო. არაფერი არ გააკეთო, რის გამოც შეიძლება ჰაზალს რამე დაუშავოს. ამაზე არ იფიქრო. შენ შვილს მოვიყვან, მშვიდად იყავი და დაგველოდე. გუშინდელიდან ლუკმა არ გეჭამია. არ მინდა. ჰაზალ ნოჯიუტობ, ასე მშიერი რომ ზეხარ შეიძლება. ისე აიჩემე, ეს თითქოს ყველაფერი ნორმალურად არის. ამას შეხედე, ხელები და ფეხები შეკრული მაქვს, გამიტაცეს. თურმე მომშივდა და უნდა ვჭამო. იძულებული რომ არ ყოფილიყავი, შენი აზრით ამას ვიზამდი? ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს არ იცი რომ იყვალხარ. მართლა რომ ყვარებოდი, არ მაიძულებდი ამ შიშის გადატანას. არ დაუშვებდი ამას, ამაშია შენი მთლიანი პრობლემა. არ იცი რას ნიშნავს ნამდვილად გიყვარდეს. ისევ დაიწყე შეურაცხყოფები, ქალბატონო ჰაზალ, მიდი გააგრძელე. შენ არ გესმის. თითქოს 5 წლის ბავშვს სათამაშო წაართვეს და ის დგას და ჯიუტობს რომ დაუბრუნონ. შენც გინდა რომ არჩეულ ადამიანებს უყვარდე და თავის ცხოვრებაში მიგიღონ. მაგრამ ეს ფულით არ გამოდის, ვერ ხედავ? ჰაზალ, საერთოდ არ შეგიყვარდი? პატარა გრძნობა მაინც არ გაგიჩნდა ჩემს მიმართ. რა აღარ გავაკეთე შენს გამო? რა აღარ გავაკეთე იმის გამო რომ ბედნიერი ყოფილიყავი? სად დაუშვი შეცდომა მითხარი? შენ წაიყვანე და მოატყუე ის, ვისაც არ უყვარხარ. ჩემი ნებით არ გამიკეთებია ეს. ბოდის გიხდი, ჰაზალ, მაპატიე. ბურალ, გთხოვ, წამით მაინც შეგიძლია იაზრომნო. წამით მაინც. აზრი არ აქვს იმას რომ აქ მკეტავ. კარგი, პირდები არ გიჩივლებ. საავადმყოფოში დაწექი და იმკურნალე. გთხოვ, აქ ნუ ჩამკეტავ. ერთხელ მაინც იაზროვნე, გთხოვ. შენი აზრით ბავშვს ატყუებ? ბავშვს ატყუებ? საავადმყოფოში წადი და იმკურნალეო, ახლავე. თუ გინდა ხელი ჩამკიდე როგორც ზამიკოს და ერთად წავიდეთ საავადმყოფოში. მისმინე სისულელებს ნუ მეუბნები, ყელში ამომივიდა ეს სიტყვები. ერთხელ უკვე დაუშვი შეცდომა და დაგტოვე. მე შეცდომას აღარ დაუშვებ. სინანმა იახტა მოაგვაროს და მერე უკვე ადვილი იქნება. მერე სულ ერთად ვიქნებით ცხოვრების ბოლომდე, სულ ერთად ვიქნებით. მიდი. ციხის ნომერია, ძმა მირეკავს. იმედი მაქვს კარგია რამე. ძმაო. როგორ ხარ ძმაო? კარგად? მოიცადე. მოიცადე, დამშვიდი ძმაო. დამშვიდი, ნელა ილაპარაკე, ვერ გიბულობ. რა აღიარება? რა უნდა თქვა? ჯანანი შენ არ მოგიკლავს? რას ამბობ ძმაო? ახლა უნდა ამბობდე ამას? ვინ მოკლა? ვინ? ებრუ? ვიცოდი რომ ასე იყო. თავიდანვე ვიცოდი. კარგი ძმაო, შენ დამშვიდდი, მე გადაგარჩენ. შენ არ იდარდო. კენან, ყველაფერი სწორად გავიგე? ძმაო, აღარ ვიცი რა ვთქვა და რა ვიფიქრო. ძმამ მითხრა ჯანანი არ მომიკლავსო. ებრუ მოკლა და დანაშაული ჩემს თავზე ავიღეო.
დილამშვიდობისა. ესე ჩენი დილამშვიდობისა. საათობით ფეხზე ვართ. ღამე არ გეძინა? ეგ რომ მგონი ვერ ხვდები რა ხდება. სინან, როგორც იცი, სანამ დასაძინებლად წავიდოდი, მხოლოდ ის ვიცოდი, რაც ქენანმა თქვა. სხვა არაფერი არ იყო, რა იყო? ბურალმა დარეკა? ო, რა უნდოდა? სინან, მისმინა მის ჭუჭყიან საქმეებში ჩარევა არ გაბედა. საკუთარ თავთან ერთად ჩვენს ბინძურ ცხოვრებაში ჩაგიყოლებს. როგორ არ ვიფიქრე ამაზე? 100 წელი ასეთი ტვინით იცხოვრებო და ახლა ისახარ თითქოს არაფერი მომხდარა. სამსახურში წავა. საღამოს ერთად ვივახშმოთ, რა სიტყვი? მომისმინე, როგორი შეშლილი და გიჟიც არ უნდა იყოს. საქმე ჩემს ძმას ეხება, გაიგე? დამნაშავეც რომ იყოს ვერ წავშლი და ვერ გავაგდებ. ეს ტვინში ჩაიბეჭდე და ჩარევა აღარ გაბედო. გამარჯობა ბატონო აზიზ. წარმატებები კომისარო. გამარჯობა. ამ სახლშია? კი. კიდევ ჩანაწერებით შევამოწმეთ, რომლებიც გზაში იყო. გუშინ საღამოს 21 საათსა და 30 წუთზე ამ გზაზე შემოვიდა. საჭესთან ბატონი ბურალი იჯდა, ეს ნათელია. უკან გზავრი რომ იჯდა, ესეც ნათელია. უბრალოდ სახი არ ჩანს. ამიტომ თქვენი განცხადების შემდეგ ეჭვი გვაქვს, რომ ეს ადამიანი გალბატონი ჰაზალია. ბატონო აზიზ, თხოვოთ რომ ცივად უყუროთ ჩვენს შესვლას და არავითარ შემთხვევაში არ ჩაერიოთ. დანარჩენი ჩვენ ვიცით. შევთანხმდით? შევთანხმდით. უფროსო ეს კაცი დავაკავეთ მახლობლად. ეჭვმიტანილებს შორის იყო. იხსან? აქ რას აკეთებ? ბატონო ქენანი. ფულის აღებას ცდილობდი ასეთ სიტუაციაში. ბატონო ქენანი, დამშვიდით. ქენან დამშვიდი, კარგი, კარგი. მე კიდევ გეხმარებოდი. კარგი, დამშვიდი. ჩვენი მთავარი საქმე ჰაზალია. ამან კი რაც უნდა ის გააკეთოს. წადით მეგობრებო. მიდით, მიდით. დაო მელეკ. არა, არ შევჭამ. არ შეიძლება. რამოდენიმე ლუკმა მაინც უნდა შეჭამა. გუშინდელიდან არაფერი არ გიჭამია ღმერთმა არქნას და ეცემი კიდეც. მომეცი, მე შევჭამ. შაქარმა ამიწია. შევჭამ. 2 საათია რაც წავიდნენ და ჯერ არაფერი არ ისმის. მეზობელთან ხომ არ წასულან. ახლა მივიდნენ ადგილამდე ალბათ. ვინ იცის იმ შეშლილმა სად წაიყვანა. მისმინეთ. კაფესი არსად არ არის. ქენანმა ბურალის ძმასთან დატოვა. წავალ, კითხავ და გავიგებ რას აკეთებენ. მელოშ, ვერ გაიგე მელეკმა რა თქვა. დარაჯობს, არ დაურეკო. ნუ აცდე. კარგი, კარგი. შენ ძდეი და გვაწვევი. შაქარი მაქვს, შაქარმა ამიწია. ღმერთმა გადმოგხედოს. სინან, მიდი. სახლი გარშემორტყმულია. დანებდი ურალ დემიროღლუ. არაფერს არ დაგიშავებთ. მშვიდად კარები გააღე და გამოდი. საიდან მოვიდნენ? ეს გზის დასასრულია ვურალ. გაჩვენდნენ უმაბნევ. სინან, მანქანა იპოვე, ჩვენ გვიპოვეს უკვე. ურალ დემიროღლუ დანებდი. ძევალი გაათავისუფლე. მართლა? სანამ მე არ ვიტყვი, მანამდე ეს საქმე არ დასრულდება, აქ ბოლო სიტყვას მე ვამბობ.
ძმოვის შეშლილია. ახლა გაქცევას არ ეცდება. საიდან ბურალს ამდენი სიმამაცე? მე შინია ჩემი შვილი არ დარჩე შუაში და არ დაზარალდეს. გაგიჟდი, რას აკეთებ? ხო, გავგიჟდი. ხომ ამბობდი რომ ავადმყოფიო, რა გაგიკვირდა? აქედან შენი დახმარებით გავარ, ჩემო ლამაზო. ურალ, გთხოვ არ გინდა. წავალდე და ველაპარაკები, ვიტყვი რომ არ ვჩივი. მისმინე გაგიშვებენ და აქედან გაემგზავრები. მაგრამ მსგავს რამეს თუ იზამ, მაშინ არ გაგიშვებენ. მისმინე აქედან ვერ გახვალ. ცდები საყვარელო. ახლა დაუბრუნებელ წერტილზე ვდგავარ. ახლა შეასრულებ ყველაფერს, რასაც გეტყვი გაიგე და მჯერი გოგო იქნები. თორემ ჯერ შენ მოკლავ, მერე თავს მოვიკლავ. ყველაზე კარგად იცი ამას რომ ვიზამ. წევალი გაათავისუფლე და გამოდი. არაფერს არ დაგიშავებთ. შვიდად გამოდი და დანებდი. ძევალი გაათავისუფლე და დანებდი. დაუნებდი არა? დაუნებდი არა? ისედაც დაუნებდი. ასეთ მდგომარეობაში იმიტომ ვარ რომ მივეჯაჭვე. მინდოდათ რომ ეს მომხდარიყო. მე მინდოდა დედას დაკარგვა. მინდოდა ნასე სიკვდილი, მაგრამ თქვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის თქვენ თავზე ფიქრობ. ჩემზე არავინ არ უნდა იფიქროს. არავინ არ უნდა იყოს ჩემს მხარეს. ყოველთვის მარტო რატომ უნდა ვიყო? რატომ არავინ არ არის ჩემს მხარეს? ამ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი რამე მინდოდა რომ ვინმეს უყარებოდი. ეს რა ძალიან ბევრია? ჰაზალ. რატომ გონია რომ ეს ჩემთვის ბევრია, ჰაზალ? რატომ? კარგი. ამ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი რამე მინდოდა, რომ იმ ქალს ვყარებოდი, რომელიც მე მიყვარდა. შეიძლება გაწყენინე, გული გატკინე, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ თქვენს გამო ვარ. არავის არაფერი არ უკითხავს ჩემთვის. თქვენს გამო ავირჩიე ეს გზა. თუ არ გინდათ რომ ვინმე დაზარალდეს, მე და ჰაზალი აქედან უნდა წავიდეთ. წინააღმდეგობას თუ გამიწევთ, ჯერ ჰაზალი მოკვდება, მერე კი თავს მოვიკლავ და მაინც ერთად წავალთ აქედან. ჩემი გესმით? მითხარ გესმით ჩემი? დეიდა სული მეწვის, ამას ვერ გადავიტან. შვილო, ცოტა დამშვიდი. კარგზე იფიქრე. ყველაფერი ღმერთისგან არის. თქმა ადვილია, დეიდა. კიდევ ნახავ ჩემ შვილს. კიდევ ვაკოცებ და ჩავეხუტები. ჩემი მთლიანი დარჩენილი სიცოცხლე მას მისცეს ღმერთმა. მელეკ, ჩემო ლამაზო, მოითმინე ცოტა ხანი. ნახავ, კარგ ამბებს მოიტანენ. გარდა ამისა, ჩვენს ლამაზ თვალება გოგოს გავათხოვებთ კიდეც საქორწილო კაბაში. ჩემი შვილი ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნდეს, მეტი არაფერი არ მინდა. მელეკ, მელეკ. ცნობილი გახდა რომ ჯანან დემიროღლუ ებრუ სანჯაკიმ მოკლა. ვიცით რომ ის აქ არის. მის დასაკავებლად მოვედით.
კანონით მონიჭებული უფლებებით ცოლ-ქმრად გაცხადებთ და რა თქმა უნდა გადმოგცემთ ქორწინების მოწმობას. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა.com-ი. ახმოვანებულია აჭარა.com-ის მიერ. ბედნიერებას გისურვებთ. რადგან ასეთები გნახეთ. ახლა რომც მოკვდე არა უშავს. დედა ახლა სატირალი არაფერი გაქვს. მისმინეთ რომ გაემგზავრებით ამბების garaში არ დაგტოვოთ. ღმერთმა არასოდეს არ დაგაშოროთ ერთმანეთს. არასდროს არ დასრულდეს ეს ბედნიერება თქვენს თვალებში. ცხოვრებაში არასდროს არ მინახავს ვინმე ვინც თქვენსავით იმსახურებდეს ერთმანეთს. მხოლოდ ერთს ვიცნობდი ვინც ყველანაირად იბრძოდა ერთად ყოფნისთვის. ეს მე და მელექი ვართ. მიდი წადით. წამოდი ჩემო ყველაზე ლამაზო ცოლო. თუ მზად ხარ ჩვენი ბედნიერების გზას გავყვეთ. ისე და საკმარისად დავაგვიანეთ. ღმერთმა გადმოგხედოს. წადით. აზალ. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა.com-ი. ახმოვანებულია აჭარა.com-ის მიერ.